ორგანიზმი არის ძალიან საოცარი რაღაცა. რამდენი ხანია ვსვამ სულ ლატეს და კაპუჩინოს და თქვენ ხევარია დაახლოებით მხოლოდ შავი ყავა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ გამოვიწერე, ყავის არომატიზატორები. იმიტომ რომ აქ ჩემი მოსაწონი ვერ შევუკვეთა ხოლმე ვერსად ისეთი, აი გულისხმობ გოგრის ლატეს, ჯინჯერბრედს და ეგეთ სიროფებს. რაღაც ტკბილი და გამომწვარი გამოაქვს ხოლმე და შევკვეთე ჩემთვის, აი ესეთი არის, შევაქებ, ერთხელ გამოვიყენე მარტო, არა ორჯერ. ერთი გამოვიყენე maple spice და სინამონის არომატს ვიყენებ ფრანგული ტოსტის გასაკეთებლად. დღეს გავაკეთებ და გაჩვენებთ. ერთ სიტყვით ეს ხო ლატეს უხდება და კაპუჩინოს რა, სიროფები და შავყავასთან, რავი, არც მიცდია, იმიტომ რომ რაღაც ვერ დავაკავშირებ. რაც ეს ჩამომივიდა და ერთხელ ერთი გავსინჯა, მეორედ, იმის მერე მე რძიან ყავას აღარ გავყარები ვარ. ჩემო ორგანიზმმა მითხრა დიდი no ამ ეტაპზე. მქონია ხოლმე სხვათა შორის ესეთი პერიოდები, რომ ვერ ვსვამდი ვერც ლატეს, ვერც კაპუჩინოს, მხოლოდ შავი ყავა და მქონია ისეთი პერიოდებიც, რომ მიფიქრია, შავ ყავას ოდესმე თუ ვსვამდი თქო. რა საშინელებაა, ეგ როგორ უნდა დალიო თქო. სულ ახლახანს მქონდა ეგეთი პერიოდი, რომ მე თვითონაც ვერ ვიჯერებდი შავ ყავას თუ ვსვამდი ოდესმე და დამიბრუნდა. თქვენს გქონიათ ესეთი მომენტები? ჩემი ირგვლივ ვიცი კი, რომ გქონიათ. მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ორგანაიზერს ჩემი კოსმეტიკისთვის. ხო და მე უცებ ესე მოულოდნელად ინტერნეტმა ხო ჩვენზე უკეთ იცის როდის რა გვჭირდება და ამომივარდა დასპონსორებული შანელის ბოქსი, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე კოსმეტიკურ საშუალებას კისერი მომეღრიცება რომ გავასწოროს. აი ასე რა. ხო რა. ხო და ამომიგდო ერთ სიტყვით ინტერნეტმა შეთავაზება დასპონსორებული, რომელიც აერთიანებდა ესეთ ჩანთას, პატარას ორგანაიზერს კოსმეტიკისთვის და რამდენიმე შანელის პროდუქტს. აუ ნახეთ ეს რა საახალწლო ვაიბი აქვს. ელას მეიკას გასახსნელს რასაც ეძახით. ვაუ. ეს ისეა ჩადებული, რომ ცოტა მიჭირს. გამოყებ. ეს ინტერნეტ ვაირალ შანელის ხელის კრემი ხო იცით? ეს ძალიან დიდი ხანი არ ვიცოდი რა იყო და ყველას ფოტოებში რაღაცა დადებულს რო ვხედავდი. სულ მაინტერესებდა რა იყო. ძალიან ლამაზი ფორმა აქვს. რა მაგარი სუნი აქვს. ძალიან კაი სუნი აქვს, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, შეფუთვა უფრო მაგარია ვიდრე სუნი. ცოტა რაღაცა მოსაპნის სუნოა. No offense ხა არ მიწყინოთ. რო გავოვიწერე კი გავეცანი რისი იყო, მაგრამ მახსოვს, არ მახსოვს. სუნი რისია. არც აწერია. დარარარარა. The neck cream is კამელიას იყოფილა. კამელია. საინტერესოა. კამელიის სუნი აი სხვათა შორის რო ჩაჯდა უფრო რაღაცა სასიამოვნო არის. კამელიის სუნი აქამდე ესე პარფიუმერულ პროდუქტში არასოდეს არ მიგრძნია. ცუდი არ არის. ეხა ამაზე უკეთესი სუნის ხელის კრემებიც მქონია, რო არ მოგატყუოთ და ბევრად ბიუჯეტურები. ეს ბიუჯეტური კრემი ნამდვილად არ არის. აი ეს არის გასაპრანჭი კრემი. აი კაი ჩანთაში რომ უნდა ჩააგდო და აი სადმე რო ხარ ისეთ ფოშ ადგილას რო ამოიყო და წაისვა, ვითომ არ შეგიძლია ხელის კრემის გარეშე. შემდეგი არის ეს ჩემთვის ნამდვილად საჭირო პროდუქტი, იმიტომ რომ ჩემი მიმთავრდება როგორც გითხარით, აი ის 4 წლის წინ რო ვიყიდე ჯომელონის ტუჩის ისა სინამონი და რა არის დამავიწყდა, მაგრამ დარიჩინს რა. აი ესეთი ტრადიციული შანელის შავ ოქროსფერი შეფუთვა, რომელზეც გიჟდები. ხო და ეხა ასევე მინდა რომ გავგიჟდე ამ ტუჩის დამარბილებელზეც, იმიტომ რომ ის იმდენად მაგარი არის ის ჯომელონის, რაც მქონდა ამდენი წელი, რომ კონკურენცია უნდა გაუწიოს. აუ მოდი დავიწყოთ შეფუთვის ხამი ხო ვარ მე ზოგადად. ნახეთ რა მაგარია. თეთრის და ოქროსფერის კომბინაცია. ესეც მე მგონი შეფუთვა მაყიდინა. მაგრამ კაი რივიუები ქონდა და იმედია გამომადგება. აი რამფაფუკია. და ძალიან ისეთი ბზინვარება აქვს, აი არაშემაწუხებელი მე რომ მიყვარს ისეთი. ეს კონკრეტული ბალმი არის
912 ნომერი და ქვია Dreamy White. თუ იმას მოგინდებათ, იცით როგორ იპოვოთ ინტერნეტში. ეხლა წავიდეთ და გავიკეთოთ მაკიაჟი. დღეს როგორც გითხარით, მაკიაჟს გავიკეთებ მხოლოდ Chanel-ის პროდუქციით და ვნახოთ რამდენად კარგია და რამდენად ამართლებს ფასს. ოღონდ ეს ჩემი აზრით რამდენად ამართლებს ფასს, რა თქმა უნდა, რადგან ზოგადად კანი არის ძალიან ინდივიდუალური და მე რაღაც მომწონს შეიძლება სხვას არ მოსწონს და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადი აზრი შეგვიძლია გამოვიტანოთ. ამ ტონალურს არა ტინტს უკაცრავად საბლემაშს მოყვა ესეთი გამანაწილებელი ფუნჯი. ჩემმა გამომწერებმა იცით რომ მე ფუნჯების გამოყენება არ მიყვარს დიდად. როგორც წესი მაკიაჟს ვიკეთებ ხოლმე ხელით, მაგრამ ამას ისე საგანგებოდ მოყვა თავისი ინსტრუქცია, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფუნჯი და ასე შემდეგ, რომ გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა. ეხლა გადავინაწილებ კანზე, როგორც ყოველთვის ფერი ვერ დავსვი, ჩემგან არ გაგიკვირდებათ. როგორც ინსტრუქციაში მოყვა, აი ესეთი წლიური მოძრაობით უნდა გადავინაწილოთ ეს ტინტი. აბა კი ურიგوار იქნებოდა. იცი რა, საერთო ჯამში მომწონს. ხელი არის სახეზე. ნუ ეხლა რაღაცა ვაუ დაფარვა, არც არა ვაუ არ აქვს. ნუ ახლა ვისაც დაფარვა უნდა. ჯობია რომ ტონალური შეიძინოს ამ შემთხვევაში. თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, როგორი რივიუებიც ქონდა, ისეთი მაგარი არ არის. ხალხი წერდა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ და სულ სხვა ადამიანი ვარ რომ ვისვამ და ოღონდ ეს რივიუები იყო აი აურაცხელი რაოდენობის. ხო და თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ რივიუებს ინტერნეტში, სხვების გამოცდილებას. ეს არის B70. აი თუ ჩანს. არის საკმაოდ მუქი ჩემი აზრით, ხო რაღაცა კოშმარული სიშავე არ აქვს, მაგრამ საკმაოდ მუქია. ჩემ კანთან შედარებით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან თეთრი ფითქინა. ხო და რა ვიცი, მომწონს ახლა ვერ ვიტყვი რომ ფას ამართლებს, ფას არ ამართლებს. უფრო მეტს ველოდი, მომწონს, მაგრამ უფრო მეტს ველოდი. აი, ოდნავ დაფარვა მაინც უნდა გქონდეს ჩემი აზრით, თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება ტინტის დანიშნულება ეგ არ არის და როგორც მე თვითონაც აღნიშნე, ასეთ შემთხვევაში არის ტონალური, მაგრამ მაინც მომწონს. მე მგონია რომ ზოგადად მიხდება ცოტა მუქი ფერი სახეზე, იმიტომ რომ უფრო მიკვეთს ბუნებრივ ფერებს. რა ვიცი, მგონი კარგად გადავინაწილებ. შემდეგი მოდი დავტესტოთ კონსილერი, იგივე კორექტორი. რომ კონტრასტული უნდა იყოს, ბუნებრივია. ფუნჯები არ მიყვარს თქო და ძალიან მივეძალე ფუნჯებს აშკარად. აი ესე ჩდება ამ ტონალურთან ერთად. ამ ფუნჯს რაც შეეხება, არ მგონია კონსილერის იყოს, მე ვიყენებ ცალმხარეს ეგეთი დანიშნულებით და ცალმხარეს ვიყენებ თვალის რა ქვია თვალის წენებს ვეძახი, მაგრამ არ მგონია რომ წენები ერქვას. რაც შეეხება წენებს, ხო, არ დამოვიწყდეს, სად წავიღებ. ეს კონსილერი არის, რომელიც მე ძალიან მომწონს, თვითონ კონსისტენციაც, ანუ არ არის აი წებოვანი როა ზოგი, ხო იცით, აი რო წაისვამ და რაღაც გაწეპილი შეგრძნება როგორ არ არის, აი მე მგონია ეთყობა კიდევაც რომ თხელია, მაგრამ ფერს გაძლევს, თავის საქმეს აკეთებს. ესეც არის BR12. კონსილერის ზემოთაც გადავიტანე, იმიტომ რომ მე ამ ფერებს რო ვისვამ ხოლმე ძალიან მდგრადად დგას. და აი სიღრმე თუ მინდა ხოლმე მივცე ცოტა თვალს, მგონი ძალიან ახლოს ვარ კამერასთან, მაგრამ თან მინდა რომ გამოჩნდეს და ეს კამერა პატარა როა ვერ ვხვდები სანამ კომპიუტერში არ ვამონტაჟებ, როგორ ვჩანვარ წესიერად. აი ასეთ ნუდ ფერს ფოკუსი დავკარგეთ. ისო ხოლმე აი აქ. აი ესე. იმიტომ რომ სიღრმეს აძლევს თითქოს თვალს. Nice. შემდეგი, როგორც ხედავთ, ვიკეთებ ძალიან ჩვეულებრივ ყოველდღიურ მაკიაჟს, მაგრამ სანამ აქამდე მივალთ. ხო, შემდეგი მინდა გამოვიყენო აი ეს
electric ყავისფერი, ესე ქვია. ნომერსაც გეტყვით თან, ეს არის ნომერი 04 თვალის ფანქარი. ეხა ეს როგორ უღიმღამოდაც ვიყიდე, ეს თვალის ფანქარი, ისე უღიმღამოდ წავიდა საქმე. Heathrow's აეროპორტში, ლონდონიდან რომ მოვდიოდი, ვერ ვისვამ ფიზიკურად. მინდოდა ერთ სიტყვით ყავისფერი წვრილი ფანქარი თვალისთვის, იმიტომ რომ მე ყავისფერს ვიყენებ როგორც უკვე გითხარით მილიონჯერ თვალზე ყველაფერს. ხო და წვრილი არ ქონდათ და მე აი ოღონდ მეყიდა და თან დაღლილი ვიყავი და თან უკვე მაგვიანდებოდა, რაც ქონდათ ის ვიყიდე რა და დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი და შეეტყო კიდეც ჩამიტყდა, ჩაილეწა, ჩაიფშნა, რა მოუვიდა, როგორ მოუვიდა, არც კი ვიცი, ჩანს თუ არა ახლა კამერაში. აი, წესით უნდა ჩანდეს, მაგრამ ბლარში გააქვს. ხო და ერთ სიტყვით ეგრე წაუვიდა უღიმღამოდ საქმე, როგორ უღიმღამოდაც ვიყიდე. მაგრამ მე არ ვნებდები და მაინც ვიყენებ. ეხლა აი აქ გავიკეთებ ესე ამის წერტილებს და გადავინაწილებ ფუნჩით. ეცე მეორე მხარეს. აი ესე. აი ესე გავბლარავ. შვენიერია, ხო? ცოტა გამოკვეთა თვალი. ესეც ასე გამოიყურება. ოკეი, ეხა გადავდივარ ტუშზე. ეს ტუში დედაჩემმა მიყიდა. აქამდე ვიყენებდი ლანკომის ყავისფერ ტუშს. იდეალური იყო ისიც, მაგრამ თავიმთავრდა და გადავედი აი ამ ტუშზე. რომელი უფრო მომწონს ძნელია თქმა, იმიტომ რომ ორივე ძალიან კაია. აი ქვემოთ არ ჩამოდის, რაც მთავარია, დიდხანს ძლებს. მაგრამ ნუ ეხა მიბეტონებული არ არის, რა თქმა უნდა, წამწამებზე. მე არც მეყვარს ეგეთი პროდუქტი, ძალიან რო ამაყობენ ხოლმე, რომ მდგრადობა აქვს 24 საათი და 48 საათი, აი რატო უნდა გქონდეს რაღაცას? შეიძლება ვწდები, ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, არ დამეტაკოთ. ხო, ერთ სიტყვით ძალიან კვალოფილი ვარ რა. ახლა წესიერებს ვერ ხედავ, კამერაში ვიკეთებ ფაქტობრივად მაკიაჟს. ამის ნომერსაც გეტყვით. თუ აწერია, 20 ნომერია. ყავისფერი ტუში 20 ნომერი. შანელი ისევ და ისევ. ეხა ნახავთ, როგორ შეიძლება ამახინჯებდეს ადამიანს ტუჩსაცხი, უბრალოდ ფერი. ეს არის ტუჩის ფანქარი, აი ესეთი ფერი, ჩანაფიქრი იყო, რომ მინდოდა წითელი, მაგრამ ეს მე მგონი მოვარდისფრო უფრო არის ვიდრე წითელი. აქ უკან აქვს ესეთი დასაკორექტირებელი ფუნჯი. 182 ნომერი. მე ტუჩსაცხს ვინაწილე, კი არა და ფანქარს ვინაწილე თელ ტუჩზე. ესე. აი ძალიან ვერ ვიხდენ. აშკარად არ მიხდება. ან მე რა ვიცი, რო არ ვარ შეჩვეული და არ ვიყენებ, მაგრამ იმიტომ არ ვიყენებ, რომ არ მიხდება. აი ეს არის დასაკორექტირებელი, მოდი გავტესტოთ ახლა მაგალითად. აი შუაში ხო გადავიტარე და გავიდიდე ტუჩი. ეხლა ამოვიშალოთ. ვერ გეტყვით, რომ გადავირიე. ეს შემთხვევით განაწილებელი ხო არ არის. ამის 5 გადავაგდე უკვე და დამავიწყე საერთოდ ამის წაკითხვა. ასე რომ თუ იცით თქვენ, დამიკომენტარეთ ან არა, მე თვითონაც ვახავ ინტერნეტში. ეხლა მე ჩემ პროდუქციას ჩავალაგებ ჩემს ახალ ორგანაიზერში. შემდეგ მოვამზადებ ფრანგული ტოსტი, რომლის რეცეპტსაც გაგიზიარებთ. 2 კვერცხს დავუმატე 4 გრამი დარიჩინი, 10 გრამი შაქარი, აუტყუპე და შემდეგ შევურიე რცე. ერთიანი მასა კიდევ ერთხელ შევურიე ერთმანეთს, ყურს მოვაჭერი 4-ვე გვერდი. და კვერცხში კარგად დავასვალე, ძალიან დიდხანს არ უნდა გააჩეროთ, უბრალოდ ამოავლეთ და შემდეგ შეწვით ტაფაზე. მე ამ შემთხვევაში 3 ფენიას ვაკეთებ, ამიტომ 3 ცალი პური შევწვი. მე მოვამზადე მოწვით კარაქით და სიროფით, ცოტაოდენით. შეგიძლიათ ასეთი ტკბილით იშვიათად გაინებივროთ თავი. ძალიან გემრიელი გამოვიდა, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივია, ჩვენ ენაზე ყიყლიყო ფრანგული ტოსტი.